Rossia 1 სტუდია Yellow Black and White და კომპანია Nebo წარმოგიდგენთ. მოსამართლე ალექსეი გორბუნოვი, ივანი დენის ნიკიფოროვი, ვადიმი ანტონ მაკარსკი, გალინა ტატიანა ლიუტაევა, თურქი ვიტალი კიშჩენკო, ვერა სვეტლანა უსტინოვა, ლიდია მარინა დიუჟევა, მაქსიმი ნიკოლაი შატოხინი. მამის კვალდაკვალ. სცენარის ავტორი ალექსანდრ დაგანი, რეჟისორი ლევან კოღუა. პროდიუსერები ირაკლი როდონაია, მიხაილ ალექსანდრ ბოკოვიკოვი. მთავარი პროდიუსერები ეკატერინა ეფანოვა, ედვარდი ლოიანი, რეზო გიგინეიშვილი. მეათე სერია. დილით საუზმობაც კი ვერ მოვასწარი. ხური ძალიან მიყვარს. კარგი სუნი აქვს. ჩვენ საფუნთუშეში იყიდეთ? Максим Алексеевич. Так Джер. утром Била. Утром. Била. Гетахмеби. Мерера. როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო და 100 გრამი და სკოლაში არ წავალთ. სკოლაში? რა სკოლაში? სკოლა რა შუაშია? ასეთი გამოთქმაა. ეს ნიშნავს მოკლედ დღეს არ მუშაობთ? და? როგორ არ მუშაობთ? თანაც როგორ მუშაობთ? დღეს მნიშვნელოვანი დღეა. აბა ეს? ეს მოსაგონარია. ახლა არა. მუშაობას რომ მორჩებით. აი. მოკლედ, როგორც ამბობენ, ჩაიბარეთ და ხელი მოვაწერეთ. ყველაფერი სუფთად და აკურატულად. და რაც მთავარია დროულად, სლავა, დიდი მადლობა. რას ამბობ გიორგი კონსტანტინოვიჩ, მადლობა მე უნდა გითხრათ. ჩემინება რომ იყოს, ისე გავაკეთებდი, თქვენს თხოვნას არც დაველოდებოდი. Ладно. Так. კარგი. აიღე. რას ამბობთ? აქეთ მაქვს თქვენი ვალი. შენ მიდი აიღე, ჩემს ვალზე შევთანხმდებით. სლავა, შენი საქმეა, ჩემი საქმე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად იყავით. მიდი, მართვა ხელი მოგიმართოს. თავს ყოველად ნუ შეიწუხებთ, არაფერი გამოგივათ. არანაირი ქვრივი არ მინახავს. ეს ამბავი თქვენი შემოგდებულია. მოკლედ, ადვოკატს ველოდები. მანამდე კი ლაპარაკი დამთავრებულია. მოქალაქე უფროსო. საიდან მოიტანა რომ ძაღლი ვარ? ლეიტენანტო, მე ძაღლი ვარ? შენ კი ძვირფასო. გაები. მე სხვა ორგანიზაციიდან ვარ. სერიოზულიდან. ვიცი რომ თეოდოროდის ოჯახისთვის შავ სამუშაოს ასრულებ. ხიონიდის ქვრივი შენი მორიგი დავალება იყო, რომელიც ცუდად შეასრულე. მე შენი სხვა შეკვეთა მაინტერესებს. 9 დღის წინ შენ ეს კაცი მოკალი. კარგი კაცი იყო. ჩემი მეგობარი კოსოვო თან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეს დიდი ცოდვაა. შენ როგორც გამოცდილ ადამიანს კარგად გესმის რომ ციხეში ცუდად იქნები. ძალიან ცუდად. შენ რა წლებს ითვლი? შეხზეც რომ გაიხადო, თითები არ გეყოფა. წლებს კი არა, დღეებს ვითვლი, უფრებს. 9 დღის წინ არავის გაგორება არ შემეძლო, ფიზიკურად არ შემეძლო. გინდა თქვა რომ ალიბი გაქვს?
Ну, если თუ ციხე ალიბია, მაშინ ახლა ხან გამოვიდი უფროსო. ამის გადამოწმება ძნელი არ არის. И это ваше. ასე რომ მაგ ამბავს ვერ Не ამკიდებთ. покатит. Зря. ყოველად გიხარია. Я тебя მაინც всё არ გაგიშვებ. Лейтенант. ლეიტენანტო, Уйди. მიდი მოაშორე აქედან. Внимательно. უფროსო, აბა შენიცი. Нам будут помогать ჩვენ მოცეკვარებიან. и Валерий, ახლა ილეთები ცალ-ცალკე განვიხილოთ და მოგვიანებით გავაერთიანოთ. и позже соединим их Вадим усилиями. აბა, Первый шаг к предложению начала საქმრო, მზად ხარ? дает мужчина. ნახოთ. Партнер протягивает მამაკაცი პარტნიორ ქალს მარცხენა ხელს უწვდის, ამით მას საცეკვაოდ იწევს. реагирует. პარტნიორი ქალი ნაბიჯს დგამს. პარტნიორთან მარჯვენა მხრიდან მიდის. ასე იდაყვი ავწიოთ ზურგი, შესანიშნავია და 1 2 3 1 2 3. Уверен, დარწმუნებული ხარ, რომ ქორწილში უნდა ვიცეკვათ? და დარწმუნებული ვარ. ქორწილში უნდა ვიცეკვათ. ვადიმ, იდაყვი 1 2 3 1 2 3. საქორწილო ხარჯების სიუნახე. расходов. ასე? ჩვენ ხომ მოგრძალებული ქორწილის გადახდას ვაპირებდით. და რა არ არის იქ მოკრძალებული? ბანკეტის სტუდენტურ კაფეში. სტუმრების რაოდენობა მინიმალური. ხო, მაგალითად ლიმუზინი. ლიმუზინი? ლიმუზინი. Качели. მე რა მოხდა? გადახრა 1 2 3. ლიმუზინი ცუდი აზრი არ არის თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საათში $200 იღეს. იდაყვი? რა დათვივით ხარ? სუბუქად. ვერა ვცდილობ. 1 2 3 1 2 და 1 2. ბადიმ, ქორწილი თუნდაც ძალიან მოკრძალებული ცხოვრებაში ერთხელაა. ამიტომ მინდა მუდამ მახსოვდეს. აუცილებელი მინიმუმია: კაბა, ბეჭდები, ყვავილები და დიზაინი, ფეიერვერკი. ყველაფერი მესმის, ამ სიაში მე თვითონ ბევრ რამეს ჩავამატებდი. უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს ამდენი ფული საიდან უნდა მოვიტანო. მე გადავწყვიტე. ფულს ჩემს მშობლებს გამოვართმევ. ეს იქნება ასე ვთქვათ მათი საქორწილო საჩუქარი. იდაყვი? ესე იგი შენ გადაწყვიტე? მე გადავწყვიტე. კარგი, თუ ასე ვარჯიშის მერე წავალ ჩემთვის ფატას შევარჩევ. კარგი, მაშინ მე და შენ ხელკავით ტრამვაიში ჩავსხდეთ. ბილეთებიც არ ავიღოთ და მატჩის ბიუროში ისე წავიდეთ. სამაგიეროდ ამაყები ვიქნებით ჩემს მშობლებს ფული რომ არ გამოვართვით. ძალიან მიყვარს შენი ხუნჯობა. И отводит. კარგი ვადიმ, მოდი სერიოზულად ვილაპარაკოთ. შენ როგორც გიყვარს? პათეტიკის გარეშე. რას თავაზობ? გავახებ. ვადიმ, ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია. ვადიმ, სულ რატომ არიდებ თავს საუბარს? Ты что შენ აქ здесь რას делаешь? აკეთებ? Ой, გამომართვი. что ეს რა არის? ეს მოსამართლისგან. მიაყოლე. ბიჭებო, რა? ჩვენ ვიმღეროთ. ახლა ორ წუთში. მეგობარო, ჩვენთან ერთად დალია. Ёлки. Понимаешь? ლეიტენანტო, ხვდები? Думал, что მეგონა ჩემი მეგობრის მკვლელი დავიჭირე. с моего друга. გახსოვს მოგიღევი. Рассказывал про него. ნე, Понял. დავიჭირე. მაგრამ ის არა. Обидно. სამწუხაროა. Да не то. მოიტყვით, ძალიან სამწუხაროა. მიაყოლე.
მაქსიმი, კონსტანტინი, ძალიან სასიამოვნო. გერმანი, სასიამოვნოა. ვიტიოხა, ვიტია, პეტია. კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ღმერთო, ამდენი ფული ერთად არასდროს მინახავს. ეს აიდან? მამა ჩემისგან მოიტანეს. მოსამართლისგან. შენ ხომ დამპირდი, რომ მასთან საერთო აღარაფერი გექნებოდა. კიდევ რა საქმე გაქვს იქ? მასთან არავითარი საქმე არ მაქვს, უბრალოდ ერთი ადამიანის სიკვდილს გადავარჩინე. ვინ? რა მნიშვნელობა აქვს? ვადიმ მისმინე. მნიშვნელოვანი და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბინძური ფულია. და შენის მოსამართლეს უნდა დაუბრუნა. მართალი ხარ. კარგია. აბა აქ მოდი. მოდი. ამოისუნთქე. რა აზრი აქვს? შენ სულ გამოთაყვანდი? დღისით მზისით განყოფილებაში გალეწილი მთვრალი მოდიხარ. რა ზეიმობ? ამხანაგო პოდპოლკოვნიკო ბრძანებას ვასრულებდი. რა? ზვერომა გაიძულა, ასე გამომტვრალი ყავი? არა, არ მაიძულა. ის თავს უბედურება, უпроსტად წუხარება. თანამებრძოლი მეგობარი მოუკლეს, დღეს კი გარდაცვალებიდან მე-9 დღეა და მთხოვა. ცოტა დაგველია. კარგი, წადი. მერე დაგელაპარაკები. წადი. მივდივარ. მაპატიეთ. მოკლედ, მარტინო, მისმინე? რა მთვრალია? ფრთხილად. მისმინე? ნარკოკონტროლიდან რომ იყო, ის ბიჭი როდის დაიღუპა? მაიორი ვასილევი? ხო. გვირანახევრის წინ. რა იყო? არაფერი. Sorry. Le petit Olivier? სამსახურში ხელფასზეც უარს ამბობ ხოლმე? ხელფასი რა შუაშია? კარგი ჰონორარი იყოს, ჯილდო, რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანებს, რომლებიც მეხმარებიან, ფულს უხდი. ეს სწორი საქციელია. მე შენ არ დაგხმარები ვარ. ადამიანის სიკვდილს გადავარჩინე. კოსობა. აიღე ფული. შენთვის ნორმალური მანქანა იყიდე. ჩემი საცოლის მანქანაც მაგმაყოფილებს. ის მანქანა შენი საცოლისაა? ქორწილისთვის ფული გააქვს? გააქვს? ეს მნიშვნელოვანი არ არის. ასეთი გზით ნაშოვნი ფული არ მჭირდება. ესე იგი გინდა თქვა, რომ ჩემი ფული შენთვის ბინძურია? ჩემთვის არა, უბრალოდ ბინძურია. ირჟადი. შენი საცოლის მანქანით. ოდესმე მიხვდები, რომ სუფთა ფული არ არსებობს.
რას მიშტერები ხარ? Не твое შენი дело. საქმე არ არის. Ты лучше. აქ და დექი, წავალ და ველაპარაკები. ფილო, არ გინდა. მოკლედ, უფროსის მაგივრად დარჩი. Люблю. ზღვაზე მოღრუბული ამინდი მიყვარს. რაღაც პოეტურია. Слушай, ლიზოთ მისმინე, ყოველ დღე დალაგება არ მოგბეზრდა. Давай пойдем. მოდი სანაპიროზე გავიდეთ. ვიბანაოთ, ქვიშაზე წამოვწვეთ. თუ გინდა გავშიშვლდეთ კიდეც. შენ რა გააფრინე? ქმარი ახალხან მომიკლეს. სიცოცხლე არ მინდა არათუ. ბავშვი რომ არა. Так я მოდა тебя მე დაგაწყნარებ. ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდები, სექსუალურს. რუხი ამისთვის დაგასახიჩრებდა. Все. რუხი. Нет. რუხი აღარ არსებობს. რას მეკიჩრობ? ესეთი ახალგაზრდა და ლამაზი ხარ. Ну что? რა თავს იფასებ? Все равно. ადრე თუ გვიანეს მაინც მოხდება. Че зря время? დროს ტყუილად რატომ კარგავ? Куда ж ты? ლიზო, სად მიდიხარ? Почти. საკუთარ ბედნიერებას გაურბიხარ. ბევრი დარჩა? ცოტაც მოითმინე ძალიან ხო, ერთი წამიც. რატომ დამაინტრიგე? მოდი. ახლა ერთი წამი მოიცადე. აბა გაახილე. ვანია. სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ვეცადე. Не, ну извини. ნინა, მაპატიე. ხანდახან ნამდვილი საქონელი მithვიქცევი. კარგი არ გინდა. Ты შენ всегда ჩემთვის будешь для меня ყოველთვის королевой. დედოფალი იქნები. ანდრიოხა, ჩვენი დედიკო ხომ დედოფალია? კი, დედოფალია. დედოფალი. აბა ოჯახო, მოდით მაგიდას მივუსხდეთ. და ჯეკი? Так, мы ასე, сегодня все დღეს ყველა საქმე გადადებულია. хотим. მინდა ერთი საღამო ოჯახთან ერთად გავატარო. Ну что? აბა ანდრიუშა, შენ წვენი? ლამაზია. მე და დედა კი შამპანურს დავლევთ. Ტარა სიმიონოვიჩ, გამარჯობა, რა ამბავი მოგვიტანე? Георгий Константинович, я გიორგი просто კონსტანტინოვიჩ знаю, მგონი ვიცი ის что მოსკოველი у нас რამიზნიცაც გამოგვეცხადა. Москвич. დედა. აქ რატომ ზიხარ? Что ты? რამე მოხდა? არა, არაფერი. უბრალოდ ჩემი ვალოდენკა მოკვდა. სიკვდილამდე კი ჩემი მიტოვება მოასწრო. შენს მიმატოვეს. სახლში ფეხის შემოდგმა არ გინდა. ყველა მიმატოვა. ასია. სხვა არაფერი მომხდარა. Мама, что? აბა რას ამბობ? Ну, я მე მოვედი მაია საერთოდ შენთან ცხოვრობს. აბა ვინ მიგატოვა? მაია. შენი დასახლიდან მიდის. მიდი ნახე. ნივთებს ალაგებს. სად მიდიხარ? საყვარელ ადამიანთან. საყვარელ ადამიანთან? კარგი ერთი. რატომ მოხვედი? ვერასთან იჩხუბე? ჩემი და ვერას ურთიერთობა შენ არ გეხება. დედას როგორ ტოვებ მაშინ, როცა შენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება? ნუ ღელავ არის ადამიანი, ვინც გვერდით დაუდგება.
ვის გულისხმობ? გრუნსკი მტვინი წაიღო. ходит здесь. დადის აქ ტრუსებში. გრუნსკი? პროფესორი, მამას სამსახურიდან. გრუნსკი ვიცი ვინც არის? მოკლედ, სამსახურში ის პროფესორი აქ კი ფისო ტრუსებში. კარგი ერთი. შენი თანდასწრებით ტრუსებში დადის? არა, შენი თანდასწრებით. Кстати, სხვათა შორის ბინას რაც შეეხება, ბინას რა დაემართა? დამეხმარე. ბინას არაფერი უბრალოდ. მალე აღარ გვექნება. квартира. Да, მაგარი მანქანა ხავს. Как раз на თავისი ხელფასით ამ ფულს 200 წელი ვერ შეაგროვებდა. вторую тачку. ძელს უკვე მეორე მანქანას ყიდულობს, ხო ჯახ? Молодец. А რა პრობლემაა? თავისი ფულით კი არა, ჩვენი ფულით ყიდულობს. Что с მოსკოვოს რა ვუყოთ? Может, ხომ არ მივპრესოთ? შენ სულ ჯგოზე ხარ? გინდა რომ ხვალ წელი ლუბიანკა აქ იყოს? было? მართალი ხარ, მართალი. სამაგიეროდ ვლადზე არ გვაქვს სანერვიულო. Он გამოდის მოსკოველისთვის ის საინტერესო არ ყოფილა. მოსკოველი ძირს მე მითხრის. ვლადმა კი ჩვენზე ძალიან ბევრი რამე იცის. დაწვი? ეს კის დაბურეკო? Все равно я не მაინც არ მესმის ჩვენი ბინა ბანკში როგორ ჩადე. ჩვენი კი არა, ჩემი ბინა. ეს ჩემი ბინა. მე საკუთრე მე ვარ. რასაც მინდა იმას ვუზამ. Все что угодно. ვალდებული არ ვარ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. Отчитываться ни перед кем. და საერთოდ ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს უფლება ბიზნესში ფული ჩადოს. ბიზნესში დედა? Ты давно დიდი ხანია ბიზნესში ერკვევი. მორჩა, საუბარი დამთავრებულია. არა, ჯერ არ დაგვიმთავრებია, იმიტომ რომ შენ უბრალოდ არ იცი რა შეიძლება ამას მოხვდეს. შენ იცი? მე ვიცი რომ აღმასრულებლები მოვლენ და ყველაფერს წაგვართმევენ. და არა მარტო შენ, შენი ქალიშვილიც ქუჩაში დარჩება. მე არ ვარ დამნაშავე. ჩემი ბრალი არ არის. გრუნსკის ბრალია ყველაფერი. Сказал. მითხრა მოგება 300%-იაო. ბავშვებს ცალ-ცალკე ვინებს უყიდიო. ეს ჩემთვის კი არა, თქვენთვის გავაკეთე. Все для вас. თქვენთვის. ნუ თუ ასე ძნელი მისახვედრია რომ როცა ასეთ რამეს ამბობენ, ეს ასეთი რაღაც არ ხდება. ეს ბოდვაა. მან მითხრა რომ უძრავი ქონების რაღაც ბირჟაა. მაგრამ მე არ წავიდა. Как-то მაგრამ დამპირდა რომ ფულს იშოვის და ყველაფერს დააბრუნებს. რა ფული უნდა იშოვოს? ვისი ფული? ისეთივე მოტყუებულების როგორი ჩენ ხარ? საერთოდ მაგ კაცთან საქმე როგორ დაიჭირე? კი, მაგრამ შვილო, не может же ჩვენი სახელმწიფო оставить ქუჩაში ხომ არ დაგვტოვებს? головой. ზალში ხარ? კი, ერთი წუთით. გამარჯობა. მე მოვედი. ჩემმა ბიჭმა შემოირბინა. Заглянул. ვისადილოთ? მიდი ისწავლე. მიდი ყოჩახ. ყოჩახ. დავი დავუკრათ. ბრავო, მადლობა გადავიხადეთ. ბრავო. მოიცადე.
დიახ, ალო, მან გამარჯობა. როგორ ხარ? იმედი არ გაცდენ. ვანიანო იგინები. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართე. სულ 2 წუთით მოგაცდენ. ხმამაღალზე ჩართე. 2 წუთი უკვე გავიდა, თუ მორგის სულელის გამომაცდენ, იცოდე არ გეწყინო, შენს თავს დააბრალე. მისმინე უბრალოდ მინდოდა მეკითხა, მარგოსთან როგორ ხარ? კი, თუ არა? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ არანაირი, უბრალოდ აქ ერთი უსიამოვნო ტიპია, მარგოს ეწებება. ის კი მგონი მაინც და მაინც არ აპროტესტებს. რა წელო, მოკლედ ვერ იტყვი? კი არ წელო. ვიფიქრე უბრალოდ ერთი თავში ხომ არ რეკო მეთქი. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. რაც უნდა ისქნას. ჩემთვის უკვე სულ ერთია. როგორც იტყვი? მგონი არ ჭამა. შედრო დაინიშნე. ნინა, რა? კურთ უკვე მომაწოდე. აცივდა არა? დაიჭირე. მადლობ. Нин, я ნინა, отъеду. ცოტა ხნით გავალ. პრობლემაა, სამსახურიდან დამირეკეს. რა, ხოლმე ვერ გადადე, პრობლემა ვერ მოიცდის? Не подожди. ვერ მოიცდის ნინა. Вам сейчас ახლა ნაყინს მოგიტანენ. გაგრძელეთ, დაუკარით რამე. О, детка, детка, не хватит сил мне жить там, где ты меня любил. И даже если ты уйдешь и скажешь навсегда, я стану темной, словно ночь, как ночь зверьи дня. О, детка, детка, не хватит слов. Жизнь мы редко бесконечно. გამარჯობა სტუდენტო. საქმე? ნორმალურად. ჩვენი ვარსკვლავი მოგწონს? კი. მართლა კარგია. იცი, შანსი გაქვს. სერიოზულად? ახლა ერთ-ორ სიმღერას იმღერებს. მუსიკოსებს გაახურებს და მერე თავის საგრიმიეროში წავა. შენც მას გახვები და ყვავილებს მიართმევ, კარგი? დიდ ამბებს უმღერებ. ხელებს დაუკოცნი, ეტყვი რომ მაგარია. რომ მისი ფანი ხარ. ახლა სიმღერები დაიმახსოვრე, ეტყვი რომ შენი საყვარელი სიმღერებია. კარგი, მაგრამ ეს რატომ უნდა გავაკეთო? გულის გამო. გასაგებია. მერე რა ვქნა? მერე გაიქეცი, თუ სიცოცხლე გინდა. იხუმრა. მიდი, წარმატებას გისურვებ. აქაც მორიგეობ. ვასი არ გინახავს? პაპანდოპულო, რაში გჭირდება? ალტაიდან შამანი ჩამოვიდა. 3 წელიწადში ერთხელ ჩამოდის. ვასია კი ვერ ვიპოვე. который ეს ის არის მგლის ხმუილით რომ კორნავს. речки лечит. რომელზე იწყებს? 2 საათის წინ დაიწყო. ვასია დამპირდა მოვალო და არ მოვიდა. ხომ გაგართხილე მაგასთან საქმეს ნუ დაიჭერ მეთქი. არ მომისმინე. შენ რომ გისმინო, საერთოდ მარტო ვიქნები. А так вдвоем. ახლა ვიხარ ჩენ და ტელეფონი. О, детка, детка, остановись. Время кокетка и шлюха жизнь. И как всегда все лучшее отнимет новый день. И прокляла грядущее, я вся как будто тень. დიდი მადლობა. მეგობრებო, ჩვენი საღამო არ დამთავრებულა. ვაგრძელებთ.
Возьми. უპასუხე რა უკვე ტვინი წაიღო. დავიდეს მაგისი. გამომივიდა აქ ტომაშ ტოპორი. С такой стороны. მასე თუ ჭხუს მეორედ მის შეხვდება. Не будет. შენ რა გამოსირდი? რა? გესმის მაინც რა საკეთებდებულო? რას? Ты что შენ вообще? საერთოდ არაფრის გეშინია? კარგი ერთი რა გჭირს. Не говори. დაწნარდი ნუ ბობოქრო. მე ვიცი ჩემი საქმე. Потом თანაც ბიჭი თუ გოგოს თვალებში შესწკერის, с бабой. Ესე იგი? Это он. ბოთეა. შეიძლება? არ შეიძლება. აბატიეთ, მე მხოლოდ ერთი წუთით ეს თქვენ. Я просто когда უბრალოდ პირველად რომ მოგისმინეთ კინაღამიქვე, ადგილზე მოვკვდი. შეუდარებელი ხართ. вы просто დიდი прекрасно. მადლობა იმისთვის, რასაც За то, აკეთებთ. что вы делаете. შეიძლება გაგოცოთ. შეიძლება. Любишь? გიყვარს გრიალი? იქორწინე გრიალზე. კატვარი ხარ? თითქმის. როგორ მიხვდით? ვერ ვსხვატა. მართლა? ზად არის? ზაგრიმევროში. ის? მან. შენ არ თქვი ხელი არ ახლოთო. დაწნარდი. გუდიდალი. მოგლა. თქვენი ნაცნობია? კი. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. რა დაგემართა? ზად არის? ვინ? ის სად არის? ვინ ის ვანია? თავს ნოიკატუნებ, სად არის? ვინ სად არის? ვერ ხვდები რა ზალაპარაკობ. ყვავილები არა? ხო? თაყვანის მცემელ მამაჩუკა. იცი მომღერალი ვარ. უბრალოდ გაჩუქა? ვან. რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობს და ის ახლა ჩემს წინ დგას. მაგრამ არ მეხუტება, არ მგოცნის. მართალს ამბობდა მამაჩემი. თავის შორს გეჯიროს იმ ქალისგან, ვისაც გაბრაზება არ შეგიძლიაო. ჩემთან წავიდეთ. წავიდეთ. წავიდეთ რა ვან. მაპატი არ შემიძლია. სახლში უნდა წავიდე. გზა მშვიდობისა. თავს რის უფლებას აძლევთ? Вот что ты за дебил? ასე ხარ ტომარისთვის გაგაცანი, ჩემი თავი გინდა მოუკლევინო. კარგი რა გეყოფა. Да мне больше. შენ გამო თავს წამაძრობენ. მოსამბილი გადააგდეს. მორჩი რა რა თავს წაგაძრობენ. მოგვარდება. დაწყნარდი. ერთხელ დაერეკავს ორჯერ და გაჩერდება. ჯობს შეხედო რა ქალები არიან. ვანია რა მოგივიდა? შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი. ვანია, რას აკეთებ? 3 საათია შამანთან გელოდებიან. ვანია, შენ კი აქ ერთ ადგილს ათამაშებ. ივან გიორგიევიჩის შეცდომა ახლავე ყველაფერს აგიხსნით. ტომას აუხსენი, გასაგებია? გასაგებია. ახლავე მასთან გაჩნდები ყვავილებით და ბოდიშით. კარგი, გავიგე. იდექი ჯერ არ დამიმთავრებია, როგორც კი ბოდიშს მოუხდი, მაშინვე დაშორდებით. როგორ დავშორდებით? ჭრელად, დაშორდებით. ერთმანეთს არ შეეფერებით და კიდევ გაითვალისწინე, რამეზე გული რომ დასწყდეს. მოგკლავ. გავიგე. გასაგებია? მორჩა დაახვიე. ვისკი დამესხი. სიამოვნებით. მარგო. მარგო აქ ხარ?
სად ჯანდაბაში იყავი ამ ნეხა? საათ შეხედე? ყვავილებს ყიდულობდი. ყვავილები რად გინდა? როგორ? ერთმანეთს უნდა დაშორდეთ, ხელი ხომ არ უნდა სთხოვო. იცოდე, კულტურულად დაემშვიდობე. გავიგე. Все, давай. მორჩა, მიდი. მიდი. ვიტალიკ, ხელში შტოპორი უჭირავს. მერე რა? მერე რომ მიდი. მიდი. შტოპორი. სად იყავი? Томочка. იცი შენ ყველაზე საოცარი, ყველაზე მშვენიერი ხარ. შენ ისეთი ლამაზი ხარ. ხო. აი მე კი. იცი, Понимаешь? მე ვფიქრობ, მე შენი ღირსი არ ვარ. რას ნიშნავს ჩემი ღირსი არ ხარ? Ну, в смысле, იმას რომ შენ ისეთი შენ ты красивая. ლამაზი ხარ. Ты ძალიან ჭკვიანი. ты ისეთი вся რაღაცნაირი. А я ამიტომ поэтому мне მე кажется, ვფიქრობ, что რომ ერთმანეთს არ შევეფერებით. ну, არა, კარგი წყვილი ვართ. пар, წყვილი, ну, მაგრამ как бы არ შევეფერებით. მე თანხმები? რაში გეთანხმები? იმაში, რაც ახლა გითხარი. იმის თაობაზე, რომ წყვილი კი ვართ, მაგრამ ну, არ ვართ. ესე იგი წყვილი ვართ? ხო, მაგრამ არ ვართ. ну, ესე იგი დრო არა? იცი, მე კი მეგონა, Что? რომ ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა გინდა. ტომა, შენ კი ხელის სათხოვნელად მოხვედი? ტომა, მოიცადე. ერთი წუთით მოიცადე. მოიცადე. ტომა, დედა, Мам, мне только что... დედა, ეს ესაა ხელი მთხოვეს. Да. Он стоит перед... ჩემ წინ დგას. Он такой высокий, ისეთი მაღალია, დედა. ისეთი მაღალია. очень высокий. ძალიან მაღალი. Да. ხო. Я пойду, ты წავედი. передай. შენ მამას უთხარი. მე კი ახლა მას ვაკოცებ, კარგი? Я невеста. მამას აუცილებლად უთხარი. ხელი ვარ გესმის? Пошла. მორჩა წავედი. ტომა, თანახმავარ. თანახმავარ. ევგენი ვიტალიევიჩ. დიახ. მოიცადეთ. Я прям... დედასთან დასწრებით ამ საკითხზე საუბარი არ მინდოდა. Ну как так получилось? როგორ მოხდა რომ დედამ ბინა ჩადო? вы же ხომ ზრდასრული ადამიანი ხართ. Лида тоже взрослая. ლიდაც ზრდასრული ქალია, ხომ გესმით რომ ბირჟა საბავშვობაღი არ არის? Вы же понимаете, მომიცით შეიძლება ყველაფერი წააგო. ამ თუ რატომ ჩაითრიეთ? ვინ? ლიდა? вы должны ჩემი მადლობელი უნდა იყოთ რომ მასთან ცხოვრობ. с ней. Потому что თორემ მისი ხასიათის პატრონს და მის ხასიათს რა სჭირს? ну, она ის же ხომ ავადმყოფია, человек. Она же შიზოფრენიკი. птичка. У თუ неё, მას если... Если ты еще... ჩვენ სახლში ერთხელ კიდევ თუ გამოჩნდები, მოგკლავ, გასაგებია?
მოდიან. რა? მოდიან მეთქი. მაგრამ მომიყვანა. მე ხომ შინაპატიმრობა მაქვს. მოსამართლემ რომ გაიგოს დამერხება. შენად გვამის გადასაგდებად მოხვედი. ხალხი დაწყნარდი. რომ ვერ იპოვონ? იპოვიან. სუნით იპოვიან. ესენი მენაგვეები არიან, სუნს ვერ გრძნობენ. $100 დავნაძლევდეთ? არა, შენ არ დაგენაძლებები. თავიდანვე, მოდი ერთად დავწიოთ. ძიმეა. გახსენი ვნახოთ. იდი. გვამი. ოპა, აქ გვამია. ძაღლებს დაურეკე. კარგია, წავედით. ალო? ალო, მილიცია? ბიჭებო, მოიცადეთ მილიციაში რა გავს. ალო, ალო, მილიცია. უბროსო, კაცი ცუდა. გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები.